ვაიმე რამ წარედ მკვნის. უდაბნო. ადგილი სადაც თითქოს და არაფერი ხარობს. არა და იქ იმდენი არსება ბინადრობს, რასაც სხვაგან ვერ ხვდებით. დღეს ზუსტად 1 საათი მოქვს იმისათვის, რომ უდაბნოში ვიპოვო რაც შეიძლება ბევრი არსება. დავიჭირო ისინი, გაგაცნოთ და შემდეგ ისევ გავუშვო. ჩაუჯექით. წინ გელოდებათ საინტერესო და შხამით სავსე ვიდეო. აქეთ ბევრი საინტერესო არსება ბინადრობს. ვეცდები დღეს რამდენიმე მაინც ვიპოვო. თავარია გამიმართლოს რა იმ თემაში, რომ უკვე გამოსულები იყვნენ. შარშან ამ დროს არაფერი არ იყო. ნახოთ. ნახოთ იქნება. რაიმე არსება ვიპოვო და გაგაცნოთ. მოთქვას, როდესაც გადაატრიალებ და ყოველთვის თავის ადგილზე. შეიძლება უშუალოდ ამ მომენტში არ დავხდეს რაღაც, მაგრამ იცოდე რომ ქვის ქვეშ რაღაც ისახება ყოველთვის. ისეთი არაფერი. პატარა უბობა. აქ არაფერია, მაგრამ აშკარად რაღაც ცხოვრობს. პატარა სოროსავით აქ. შეიძლება ფალანგა იყოს. ან რომელიმე უბობა. აი, ეს ხო გადავატრიალი, არ ვიღებდი ზუსტად, ახლა თქვი ნეტა რაღაც ვიპოვო თქო და ფალანგა. ცნობილი როგორც Camel Spider, ანუ აქლემი უბობა. საკმაოდ დიდი ზომის იქნება ეს. ფრთხილად დავიჭე, რამე რო არ დაუზიანო და გაჩვენებთ. იმედია გესმით წივილის ხმა. ძალიან ფრთხილად მინდა დავიჭირო რა. შეშინების და დაზიანების გარეშე. დავიჭირე მეგობრებო. ეს არის ფალანგა. სუნთქოს გრძნობ ხელში. ძალიან ნაზად მიჭიროს, მაგრამ შეიძლება გამიძვრეს. ამ ზედმეტი სინაზის გამო. ეს არის ფალანგა. იგივე Camel Spider, აქლემი ობობა. ეს ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმადში არქვეს, რომლის თანახმადაც აქლემს კბენდა და ხორცში უძრებოდა. რაც რა თქმა უნდა არის სიცრუე, ასეთ რაღაცას ფალანგა არ აკეთებს. საერთოდ მავნებელიც არ არის. არ არის საშიში და მიეკუთვნება არაქნიდებს, ოღონდ ობობა არ არის. ფალანგა არის ერთ-ერთი არაქნიდი, სოლფუქების გვარს მიეკუთვნება. არ არის ობობა. ობობებს აქვთ 8 ფეხი, ფალანგას აქვს 10. ეს წინა ორი, რასაც ხედავთ, ინგლისურად ქვია pedipalps. იგივე თემა, რაც აუ რამ წარედ მიკმინა. ძამ წარედ მიკმინა. ვაიმე რამ წარედ მკმის. მანდრი. გადადი. გაგდე. აუ არ მიშვებს. რითი ოყანო? არა, თავისით გამიშვებს. ბიჭო რა მიქნა ხელზე. რა ბრაზიანი ხარ, არც ვაპირებდი შენთვის რაღაცის დაშავებას. ვაიმე საწავიდა. კალია დაიჭირა ჭამს. ესე იყოს გაშვებული და თან მოგიყვებით მასზე საინტერესო ინფორმაციას. როგორც უკვე გითხარით, ფალანგა არ არის საშიში არსება. აი კბენის შემთხვევაში წეღან თითზე მიკმინას საკმაოდ მწარედ. თუ სისხლი წამოგივათ, ანუ თქვენს ხორცში შეაღწევს. ოპა, კიდე რაღაცებს ეჩხუბება. ჭიანჭველები არიან. ჭიანჭველებს ეჩხუბება. ფალანგას ეგა აქვს მაგარი უნარი, უნდა მეთქვა, შეუძლია ჭიანჭველების კოლონია გაანადგუროს, არის უძლიერესი არსება ამ საქმეში. გადავიდე მთავარ თემაზე. თუ გიკბინა და სისხლი წამოგივიდა, მაინც ჯობია სიფრთხილის მიზნით დაიბანო, თავს მიხედო, იმიტომ რომ შეიძლება შენამდე რაღაც ისეთი ქონდეს გასინჯული, რისგანაც შეიძლება რაღაც ინფექცია გადაგედოს, რა ინფექცია შეგიყაროს. მაგრამ რავი, იმდენად საშიშიც არა, ჩემთვის უკვე მე რამდენად მიკმინა, არც კი მახსოვს და
არაფერი ცუდი არ მომსვლია რა. ნაკბენი ასე გამოიყურება, როგორც ხედავთ, უბრალოდ კანი დამიზიანა. ძალიან მწარე იყო, მაგრამ აი სისხლი და რაღაცა არა. უბრალოდ აი წარმოგიდგენ რაღაც ძლიერი რომ გიჭერს მაგრად. ბასრი. ისეთი არაფერი. ამას აქედან ამოვიყვან, თორე შეიძლება ჭიანჭველების კოლონია დაესიოს, ერთი მოკლა უკვე. და არ მინდა რომ რაღაც დაუშავდეს. ამარსების ტყუილად არ შეგეშინდეთ, ის იყო კაჭკაჭი. არ არის ისეთი საშიში, როგორც ხარს გონია, უბრალოდ საშიში ვიზუალი აქვს. ბევრი ლეგენდა არსებობს, რომ ძალიან სწრაფიაო, ადამიანებს დაძდევსო. ეგეც ისურველია, უბრალოდ ჭდილში უნდა შეფარება. ფალანგას ინგლისურად ასევე ეძახიან sun spiders. ასევე wind scorpions. Sun spiders იმიტომ რომ დღისით ესე არ გამოდის, არ დაბოდიალობს. ეს არის ღამის მონადირე, ღამით გამოდის სანადიროდ და შესაბამისად დღისით მზეს ერიდება. ოპა, გაბრაზდა. ძალიან ნაზად მიჭირავს მეგობრებო და კიდევ არსებობს შანსი რომ მიკბინოს. ფალანგას აქვს საკმაოდ ძლიერი ყბები. შეუძლია ნებისმიერი ტიპის მსხვერპლის დაჭერა დაზიანება. წინა ფეხების დაბოლოებები არის წებოვანი. რის მეშვეობითაც მსხვერპლს ძალიან მარტივად იჭერს. ხოლო რაც შეეხება ამ ყბებს, აქედან თავის დაღწევა არის შეუძლებელი. უძლიერესი ყბებია, წერან ნახეთ კიდეც თითიდან ვერ ვიწრობდი რა. თავის ქვასთან დავსვენ და იქით გადავიღებ მერე სხვა კადრებს. ოღონდ ისე დაჯექი რომ აღარ მიკბინო. კარგი? აჰა. აი შენი კოც. აიცა? ეგ არის. როგორც უკვე გითხარით, ფალანგა არაქნიდებს მიეკუთვნება და მისი 1000-ზე მეტი სახეობა აღმოჩენილი. ისინი 157 გვარში ერთიანდებიან. ფალანგის მაქსიმუმი ზომა რაც დაფიქსირებულა არის 15 სანტიმეტრი, რაც საკმაოდ დიდია. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამაზე დიდიც უნახავთ. უბრალოდ ეს არის მისი საშუალო ზომა. ისინი უდაბნოში, სადაც კარგ პირობებში მოხვდებიან, განსაკუთრებულად დიდები და სწრაფები იზრდებიან. ასევე აქვთ საოცარი მადა და ჭამენ ყველაფერს, რასაც დაამარცხებენ. ჩემი თვალით მოხს ნანახი უდაბნოში, როგორ იჭერს ფალანგა ხრიკს და შემდეგ ჭამს. ასევე მცირე ზომის შხამიან გვერებსაც, მაგალითად გვერგესას. არ გაგიკვირდეთ, რომ ასეთი რაღაც თქვენც ნახოთ, იმიტომ რომ ამარსების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ფალანგას აქვს ორი თვალი. ამ თვალების მეშვეობით ძალიან კარგად ხედავს ფორმებს. აღიქონს მის მსხვერპლს, ასევე მტერს, რაც მას ნადირობაში კარგად ეხმარება. ასევე სხეულზე აქვს თმები, რისი მეშვეობითაც მიწიდან გრძნობს ვიბრაციას, სხვა არსებების მოძრაობებს. ამიტომ მასთან მიპარვას ალბათ ვერაფერი შეძლებს, რადგან ის ამას მანამდე გაიგებს და სასწრაფო რეაგირებას მოახდენს. საქართველოში მხოლოდ ასეთი ტიპის ფალანგები გვხვდებიან. მხოლოდ რამდენიმე სახეობა, რომლებიც ვიზუალურად ერთმანეთს ძალიან გვანან და მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. სხვა ქვეყნებში არიან ბევრად განსხვავებული ფალანგები, როგორც ფორმით, ასევე ზომითაც. ასევე ბუნებაში არსებობენ შავი ფერის ფალანგებიც, რომელიც შეგიძლიათ მოეძებნოთ სახელით Black Camel Spider. სანამ ფალანგას რაღაცებს ვუღებდი, ჩემმა და მიპოვა ევროპული შავი ქვრივი, იგივე ყარაყურთი, თანაც ახალგაზრდა მდედრი. ასეთი ლაქებით ამდენი წელია რაღაცებს ვეძებ, პოულობ, ფოტოებს ვიღებ, ვუშვებ და მეორედ ვხედავ ასეთი ლაქებით, ანუ ახალგაზრდა მდედრს. ზრდასრულ ასაკში სრულიად შავი უხდება ეს ზურგი. და წითელი ლაქა რჩება ქვემოთ ხოლოდ, მუცელზე. ეს არის ულამაზესი სახეობა. ჩემთვის შავქრივებში ეს არის ყველაზე ლამაზი რა, ყარაყურთი. ცნობილი როგორც ევროპული შავი ქვრივი. მაქსიმალურად ახლოდან ვცდილობ გადაღებას, მაგრამ ისე რომ მივხვდეთ ზომის თემაში, აი რამ ხელა არის.
ჩემი თითი და ეს არის მაქსიმუმი, აი ოდნავ თუ გაიზრდება კიდევ რა. მეტი არა. მამრები საშიშები არ არიან, შხამიანები და საშიშები არიან მხოლოდ მდედრები. ასევე გეტყვით იმას, რომ აგრესიული არ არის. არ არის ისეთი ობობა, რომ აი მოგვარდეს და გიკბინოს. საერთოდ სამყაროში ადამიანს ყველაფერიერიდება რა, მაგრამ ეს არ არის ეგეთი, რომ მოგვარდეს და გიკბინოს. თანაც თუ ამოგაცოც და უბრალოდ ან რაღაც არ გიკბინოს. აი ეს იკბინება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანისგან გრძნობს საფრთხეს, თუ დაიჭირე, დაავლე, უდე დაუნგრიე, იქვე გამოედი და რაღაცა რა. ისი არ გიკბინოს მეგობრებო, შეგიძლიათ იყოთ მშვიდად. მაგრამ აიც უმჯობესესი ადგილებში, სადაც შავი ქროები ბინადრობენ, ხშირად იყო და ძირს უყურეთ, იმიტომ რომ მე ვყოფი რომ ისეთ ადგილებში, სადაც აი ყოველ ნაბიჯზე ახალ-ახალი ბუდეებია და ხო შეიძლება ფეხი გაკრა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბუდე დაუნგრია, შესაბამისად გაბრაზდება და შეიძლება გიკბინოს კიდეც, აი ესე ფეხს რო გაკრავ, თუ ამოგაწევს და მაგრამ იცოდეთ რომ ამ ობობის შხამი ბევრად საშიშია და ბევრად ძლიერია ვიდრე გიურზა, რომელიც არის ჩვენთან საქართველოში მომბინადრე ყველაზე საშიში გველი. ამ ობობის სხეულის სიგრძე 20 მმ-ს აღწევს. ის ბინადრობს უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოებში. ნაპოვნია 1200 მეტრი სიმაღლეზეც კი. ბუდეებს იკეთებენ პატარა ბუჩქების ქვეშ, ხანაც ქვების გვერდით. იკვებებიან მწერებით. მისი შხამი მომაკვდინებელია როგორც ადამიანისათვის, ასევე ცხოველებისთვის. თუ ეს ობობა ადამიანს უკბენს, მაგრამ ადამიანი მკურნალობას მალევე დაიწყებს. ჩვეულებრივ 2-3 კვირა დასჭირდება მას, რომ გამოჯანმრთელდეს. მისი კბენის შედეგად ყველაზე ხშირად იხოცებიან აქლემები, ცხენები, ასევე მღრღნელები. არაყურთის შხამზე ნაკლებად მგრძნობიარე არსებებში შედის ძაღლი, ზღარბი, ხამურა, რეპტილიები, ცხვარი და ღორი. სწორედ ამის გამო იქ, სადაც ცხვრის ფარას უშვებენ, ყარაყურთები დიდად ვერ ხარობენ. დავიმშვიდობოთ შავფრიოს იგივე ყარაყურთს. გადავიდეთ სხვა არსებების ძებნაზე. იქნებ კიდევ სხვა რაღაც ვიყო. ან შეიძლება გამეორდეს და ისევ ვიყიდე მათგან თითქო, რომელიც ეხლა ჩვენით. უდაბნოში კიდევ ერთი განსაკუთრებული არსებები ბინადრობენ. ეს არიან გიგანტური ზომის ჭიანჭველები, რომელთა ზომასაც გაჩვენებთ ახლო კადრით. იმდენად დიდები არიან, რომ შეიძლება საქართველოში ასეთი ზომის ჭიანჭველები ნანახიც კი არ გყავდეთ. აი რაზე გაბრაზდებიან ესენი. ვიღაც უცხო მოვიდაო და გამომროვდნენ ეგრევე. ესენი ამკბენენ, გონია ის მეომრები მიკბენენ, დიდი ზომისები არიან. აი fire ants რომ არის ცეცხლოვანი ჭიანჭველები. ამაზონში ზოგიერთი ტომი იყენებს მაგას სხვა რიტუალებში. ესე აკბენინდებენ ხოლმე. და ვინც გაუძლებს, მაგარი არის. fire ant არის ერთ-ერთი მწერი, რომელიც ყველაზე მწარე ნაკბენით გამოირჩევა. ნახეთ რამხელა ყბები აქვთ. შეხედეთ. გრძელდება ძიება.
ესე გვერდ არაზრუს მინახავს. ფალანგა ამას ქვია ქართული ტარანტული, რა ასე რომ თქვა საქართველოშია. აუ ეს ფალანგა კანს იცვლის. საინტერესო პროცესია. ეს არის სინამდვილეში wolf spider, ანუ მგელიობა, მაგრამ დიდი ზომის გამო ტარანტულსაც ეძახიან ხოლმე. წარმოიდგინეთ, სინამდვილეში ეს არსებები მტრობენ და გვერდ არიან, უბრალოდ ეს კანს იცვლის. იმიტომ აქვს ფეხები ზემოთ აშვერილი. 10-ვეთან. ამ არსებაზეც მოგიყვებით ინფორმაცია, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ობობაა და ჩემი აზრით სამეულში შედის თავისი სილამაზით. უსაოცრეს ფერებში უბრალოდ ამოყვანა არ მინდა. იმიტომ რომ შეიძლება რაღაც დაუზიანო. ესენი ცხოვრობენ აი ეს სოროებში. იქიდან ამოყვანისას შეიძლება ფეხი მოძვრეს ან რაღაც საკმაოდ სუსტი ფეხები აქვთ. კი, საკმაოდ ძლიერი ობობები არიან, მაგრამ ამავდროულად ფიზიკურად სუსტებიც არიან. შესაბამისად არ მინდა გავრისკო უბრალოდ კადრის გამო ამოვიყვანო და რაღაც დაუზიანდეს. ჯობია ესე დავტოვო და როგორც ხედავთ ისე დავინახოთ. მაინც ვთქვი, ბალახით იქნებ შევიტყუო. სატყუ არასავით გარეთ ბალახი აუთამოშო იქნებ დაავროს და ამოვიდეს რომ კარგად გაჩვენოთ. ნახეთ რა ლამაზია. ამაზე დიდი იზრდება, აი როგორ გითხრათ, წარმოდგენით. სადღაც აი ამ ზომის. ამაზე საკმაოდ დიდი. ესენი მერე კვერცხს რომ დებენ, ბევრს ერთად. დებენ მოქსოვილ ბურთში და თან დააქვთ. დედები ძალიან ზრუნავენ თავიანთ შვილებზე, ისევე როგორც ფალანგები. აი ფალანგებს უკვე გარშემო ეხევიან თავიანთ შვილები. ამ ობობის ნაკმენი საშიში არ არის, მაგრამ ნუ ადამიანი რომ ძლიერად ალერგიული იქნება, შეიძლება გაურთულდეს, გაუსივდეს, გაუწითლდეს ან დაუჩირქდეს კიდეც. გააჩნია უკვე ადამიანის ორგანიზმი, მაგრამ როგორც ასეთი მომაკვდინებელი არ არის. კარგი, ეს ორიც გაჩვენეთ, ფალანგას წარმატებები კანის გამოსვლაში, ამობობასაც წარმატებები. უბრალოდ ძალიან გამიკვირდა ეს ორი არსება ერთად რომ ნახე. აი ძალიან რა. არაზრუს მინახავს ამ დროის მანძილზე ასეთი რა. წელს განსხვავებული წელია. აი მაგალითად შარშან, როდესაც დავბოდიალობდი ფოტოების გადასაღებად, ჩემი ჰობივითაა მიყვარს ასე სხვადასხვა არსებების ძიება და მაკროფოტოების გადაღება მათზე. ძალიან ახლოდან რჩება. ამით შეისრულა ქარი ამოვარდა და შეიძლება იწვიმოს კიდეც. აქ ამჯერად ცხოვრობა არის. აი აქ. მაგრამ არ დაუზიანებ, დედაობობა არის. მოაწყობოდე თავისი შვილებისთვის. ისეთი არაფერი. აი ასე სიარულისას უნდა იყო ფრთხილად ასეთ ადგილას. შეიძლება შავქრის კონდეს ბუდე გაკეთებული, ფეხი გაკრა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბუდეს დაუნგრე. აი მე საშიშია და ჯობია მარყელიანი წინდები გეცოს. აი იქაც რაღაცის ბუდეა. აქ არის ფალანგის გამოცვლილი კანი იყო, პატარა იყო, აქ ცხოვრობდა, გაიზარდა, კანი გამოიცვალა და წავიდა, გადავიდა სხვა ადგილზე. ფალანგა გავეძრო. ეს არის მდედრი. კაი, არ შეგიშლი. ეს არის მდედრი ფალანგა. მამრს წინა ეს ფედიფალფს რომ გითხარით. დიდი ზომისები აქვს და სხეული უფრო წვრილი. მდედრი პირიქით. უფრო მსხვილია და ფედიფალფს, ანუ ეს მარწუხები ბრჭყალებში, იმიტომ რომ მარწუხები აქვს მორიელს ესენი. ამათ აქვთ უფრო მოკლეები მდედრებს. ერთხელაც შეგაწუხებ, კარგა რო გაჩვენო. კარგი აბა შენიცი. თავის ბუდეში იყო.
მოვედი მეგობრებო მანქანასთან. მრავალფეროვანი იყო ჩემი აზრით. საქართველოში ზოგადად უხერხემლოების თემაში ემწერები, არაქმნიდები და ასე შემდეგ. დიდად მრავალფეროვანი ბუნება არ გვაქვს. ბევრი ისეთი რაღაც არ ბინადრობს ჩვენთან, რაც მაგალითად სხვა ქვეყნებში. საბედნიეროდ ის არის კარგი, რომ ჩვენთან რეებიც ბინადრობენ. აქედან საშიში ძალიან ცოტა თუ არის რა და სხვა ქვეყნებში იმდენად საშიში რაღაცები ბინადრობენ, რომ ასე ჩემსავით შეიძლება ვერც იაროს ყველამ რა. ვისაც ძალიან არ უყვარს ან დიდი ცოდნა არ აქვს. მოსწყურდებოდა მიწას და მოვწვა. კარგი იყო მეგობრებო, ნახეთ ფალანგები, შავი ქვრივი. აქეთ მორიელები არ ბინადრობენ, რა ტერიტორიაზეც ახლა ვიმყოფები. სადღაც 1 საათის გზაზე გადავინაცვლე, შევიცვალე ადგილი. აქ უკვე განსხვავებული რაღაცებს ვიპოვე. გზა არ ჩავთვალე დროში, იმიტომ რომ 1 საათი თვითონ სრული ჩელენჯი არის. აი ამ ქვიშიან უდაბნოში ბევრად სხვა არსებები ბინადრობენ. ნუ იგივე რაღაცებიც, მაგრამ სხვებიც. აქ კიდევ ჯერ ბალახი არის, თორე ეს არის აგვისტოში ძალიან ქვიშიანი ადგილი რა. აღარაფერი არ არის ხოლმე ქვიშის გარდა. და სულ სოროებია მე ალაგ რა. დიდი ზომის გელიობობების, ფალანგების. თანაც აი მართლა დიდები. ეს არის საქართველოში გავრცელებული 4 მორიელის სახეობიდან ერთ-ერთი, რომელიც გვხვდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში. ჭრელი მორიელი, ლათინურად მესობუთუს ეუფეუს. მისი შხამი მომაკვდინებელი არ არის, მაგრამ ადამიანს, ვისაც ალერგია აქვს, მისთვის საშიშია და ჯობია საერთოდ მოერიდოს. ფუტკრის შხამივით არის მისი შხამი რა, იგივე დონეზეა. ჭრელი მორიელი საქართველოს გარდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ბინადრობს. ასევე ბინადრობს ირანში, სირიაში, პაკისტანში, ჩინეთში, მონღოლეთში, ავსტრალიაში. ეს არის თავდაცვითი პოზიცია. მომეკარები გიკვენ. არ მომეკარები არაფერს დაგიშავებ. ასე მყავს ახლა დაჭერილი კუდში. კუდი საკმაოდ მაგარი აქვს, აი მთლიანი ჯავშანია რა და ძალიან ძლიერი ზეწოლის შედეგად თუ დაზიანდება, ისე არა, ამიტომ არ იდარდოთ. აი ამ კუდით ანხორციელებს საკმაოდ მაგარ თავდასხმას ძალიან სწრაფად და იმდენად სწრაფად შეიძლება უცებ ერთ დაინახო. შეყავს შხამი, რაც მწერების შემთხვევაში იწვევს პარალიზებას. ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილსაც გააჩნია, რა დოზის შხამს გამოყოფს. ადამიანის შემთხვევაში არის მწარე, აი ფუტკრის დონეზეა, როგორც გითხარით, შხამიც, სიძლიერის მიხედვით და ტკივილიც. პირადად ერთხელ მეკბინა, მწარე იყო, მაგრამ ისეთი საოცარი მწარეც არა. ერთხელ ამის შხამი თვალშიც მომხდა. მაგრამ რავი, რეაქცია არ მქონია. ეს არის მარწუხები. რითიც იჭერს მსხვერპლს. შეუძლია დაგრიჯოს. დააცაროს რაღაც ნაწილები. ეს არის პირი. ზემოდან აქვს ორი თვალი, ჯავშნიანი სხეული და 6 ფეხი. მოდი დავსვო გავუშვებ თავისივე. და
დადი. აჰა. უცებ უნდა გავუშვე, რომ კუდი არ გამოგიქანოს ეგრევე. ამ მორიელის შხამი მომაკვდინებელი არ არის, მაგრამ ალერგიის მქონე ადამიანი ჯობია მას მოერიდოს. ალერგიის არ მქონე ადამიანები კი შეიძლება შვიდად იყოთ. ასეთ ადგილებში ასევე ფრთხილად უნდა იყოს, საიდანღაც გველიც რო არ გამოგიხდეს, თუნდაც ქვის გადაწევის დროს. ასეთ ადგილებში კუები ცხოვრობენ. კიდევ ერთი მორიელი, ისევ ჭრელი. ეს ახალგაზრდაა. აი ესეთ სოროებში მელიები, კურდღლები, ტურებით, იმიტომ რომ აქეთ ბინადრობენ ეგენ. დრო თითქმის ამოიწურა. რაც დანიშნული მქონდა ცალკე პოვნიდან პოვნამდე. ერთი საათიც გავიდა, მაგრამ გაგაცანით ფალანგა, მორიელი, გელიობობა, შავი ქვრივი. სხვა დროს ბევრად მეტ არსებას შევხვდებით. მეგობრებო, ასევე გთხოვთ რომ კომენტარებში დაწეროთ იდეები უდაბნოსთან დაკავშირებით, ვისაც მსგავსი ვიდეოები გიყვართ, დაწერეთ იდეები, აი რა გინდათ, რა ჩელენჯის მოწყობას ისურვებდით უდაბნოში. ახლა ხომ მოვაწყე სიტყვაზე, რამდენ არსებას ვიპოვიდი 1 საათში. აი რაღაც იდეები თუ გაქვთ უდაბნოსთან დაკავშირებით, დაწერეთ კომენტარებში და თუ ფიზიკურად შევძლებ, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ. მაგაზი პრობლემა არ არის. კიდევ რა უნდა მეთქვა, თქვენი აზრით დაწერეთ ზოგადად ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარებში. რა არსება გაინტერესებთ ყველაზე მეტად, ეგეც დაწერეთ კომენტარებში, მაინტერესებს, ოღონდ ჩვენთან რაც ბინადრობს, თუ რაღაც ძალიან გაინტერესებთ, ვეცდები ვიპოვო, გაჩვენოთ, მოგიყვეთ მის შესახებ ინფორმაცია, შემდეგ ისევ გავუშვათ სადაც იყო. მეტი ვიდეოსათვის მეგობრებო არხი გამოიწერეთ, თქვენი სურვილისამებრ, იაქტიურეთ და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად მეგობრებო, თქვენ უყურებდით BBR Whites.